მინდა მეც მოგილოცოთ უკვე დამდეგი ახალი წელი, ჩვენ აღარ შევხვდებით ამ წელს ერთმანეთს, შევხვდებით უკვე მომავალ კვირას, ახალ წელს უკვე, ისევ ზიარებით შევხვდებით უფალს ახალ წელს, მომავალ კვირას ზიარება გვაქვს. უფალმა გაგურთხა ძვირფასება. ღმერთს დიდება და მადლობა, რომ უფალმა კიდევ მოგცა დრო, საშუალება, გაგრძელდა ჩვენი სიცოცხლის წლები და ჩვენ უკვე მოვაქციეთ დღევანდელ დღეს აქამდე მოგვიყვანა ჩვენ უფალმა ღმერთმა, რისთვისაც ჩვენ მადლიერი ვართ ჩვენი ღმერთის. მართალია როგორც წეღანს მამალხაზი აღნიშნა, შეიძლება გასულ წელს პრობლემებით შეხვდა, პრობლემის გარეშე არც ერთი წერი არ არსებობს, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით ღმერთის ერი, სადაც პრობლემა არის, იქ ღმერთის კურთხევაც არის. ამინ. სადაც პრობლემებია, ღმერთის კურთხევა მატულობს, თუ ღმერთის ერი ენდობა თავის ღმერთს. ამიტომ მოდი ამ 2012 წლის ბოლოსაც ჩვენი მადლიერება გამოუხატოთ ჩვენი ღმერთის წინაშე. ამინ. ვიყოთ მადლიერნი და მოდი მიუძღვნათ ქებადიდება უფალს. ამინ. ჰალელუია. მადლიერი გური ძვირფასებო ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც შეიძლება ადამიანმა შეიძინოს. დიადი ღვთისმოსაობა ძვირფასებო, ღვთისმოსაობა, კმაყოფილება, რომელიც თავის თავში მოიცავს მადლიერებას, ეს ძალიან დიდი შენაძენი არის მორწმუნე ადამიანისთვის, რომელიც არასდროს არ უნდა დაკარგოს მორწმუნე ადამიანმა. შეიძლება ცხოვრებაში არ იყოს სასურველი მომენტები, სასურველი ესეთი მდგომარეობები, რომელიც ჩვენ ადამიანებს გვინდა, მაგრამ ყოველთვის ჩვენ უნდა ვიდგეთ მადლიერი გულებით ჩვენი ღმერთის წინაშე. ცხოვრებაში რა თქმა უნდა პრობლემა სასიამოვნო არასდროს არ არის, როდესაც ადამიანს ხვდება, მაგრამ ყოველი პრობლემა, როდესაც გადაჭრილი არის მორწმუნე ადამიანების მიერ რწმენით და გადალახავენ ამ პრობლემას, როცა შემდეგ იმ გადამოსახედიდან გადმოხედავ ამ ყველაფერს, შენი გული აივსება სიამით, სიხარულით და იტყვი დიდება შენ უფალო. ეს ყველაფერი მოემსახურა შენს დიდებას, ეს ყველაფერი მოემსახურა ჩემს სულიერ აღზრდას, ეს ყველაფერი მოემსახურა მე სასიკეთოდ და საკეთილდღეოდ. ღმერთს დიდება და მადლობა ძვირფასებო ამ ყველაფრისთვის. ჩვენ მოწმობებს, როდესაც ვისმენთ, რა თქმა უნდა, მოწმობების საწყისი არ არის სასიამოვნო. ადამიანები მოწმობენ, რომ იყვნენ პრობლემებში, ზოგიერთი ავანტყოფობაში, ზოგიერთი ეკონომიური გაჭირვებაში იმყოფებოდა. ანუ სხვადასხვა პრობლემებიდან ადამიანები, როდესაც გამოდიან, მე მინდა გითხრათ, რომ საწყისი, როცა იწყება პრობლემა, არ არის სასიამოვნო, რა თქმა უნდა, ადამიანისთვის, მაგრამ როდესაც უკვე გადაივლი ამ ყველაფერს და გადმოხედავ, ყველა ადამიანი კმაყოფილია, მადლიერია და ამბობენ მადლობა ღმერთს, რომ ღმერთმა ეს გააკეთა ჩემს ცხოვრებაში. და ამით ეს ადამიანები ხვდებიან, რა დიდებულია უფალი. ამით ეს ადამიანები იწვრთნებიან და ღმერთი უფრო დიდებული საქმეებისთვის იყენებს მათ. ამინ. უფალს დიდება და მადლობა ძვირფასებო. მეორეოდე კვირის წინ ვილაპარაკე ღვთისმოსავი ადამიანის თვისებებზე და მე მინდა დღევანდელ დღეს უბრალოდ პიროვნებებზე ვილაპარაკო, რამდენადაც მოგცემს დრო, საშუალებას, თუ ღმერთის ღვთისმოსავი ადამიანები როგორ ატარებდნენ თავიანთ ცხოვრებას და ამის სამაგალითოდ ძვირფასებო ჩემთვის, რა თქმა უნდა, ბიბლიაში ყველა პერსონაჟი თავისებურად საინტერესო და საყვარელი არის ძვირფასებო და ყველა ადამიანის ცხოვრებიდან ჩვენ შეიძლება რაღაც ვისწავლოთ, მაგრამ დღეს მე მინდა რომ გამოვყო იოსების ცხოვრება და დანიელის ცხოვრება და ცოტაოდენი ვილაპარაკო ამ პიროვნებებზე და ის რაც ჩემთვის შთამბეჭდავი იყო და რაზეც გავამახვილე ამ ბოლო დროს ყურადღება, ეს ადამიანები იყვნენ ძვირფასებო უბრალო ადამიანები, არაფრით გამორჩეული სხვა ადამიანებისგან. ეს ადამიანები იყვნენ შეიძლება არაფრად მიჩნეული სხვა ადამიანების მხრიდან, მაგრამ ამ ადამიანთა ცხოვრებაში ერთი რამ არის საერთო, რომ ისინი ერთგულები იყვნენ თავიდანვე ღმერთის. ისინი ერთგულებით გამოირჩეოდნენ, მათ უყვარდათ უფალი და მათ უყვარდათ ღმერთის ცნება, მისი კანონები, მისი სიტყვა და მათ თავიანთ ცხოვრებაში დაამტკიცეს ის თავიანთი ცხოვრებით და მოღვაწეობით, რომ ისინი მართლაც ერთგულები იყვნენ თავიანთი უფლის. ბევრჯერ ჰქონდათ მათ ისეთი მომენტები, როცა მათ შეეძლოთ არსებული სიტუაციიდან უფრო იოლად გამოსულიყვნენ და საკითხი გადაეწყვიტათ ისე უფრო იოლად, უფრო მათთვის სასარგებლოდ, მაგრამ ეს ადამიანები არ მიდიოდნენ კომპრომისზე ერთი რამის გამო, იმიტომ რომ მათ უყვარდათ უფალი. ერთი რამის გამო არ მიდიოდნენ კომპრომისზე, რომ მას სამდად ზეციერი ღმერთი, მისი დიდება, მისი მადლი, უყვარდათ უფალი და ამის გამო ისინი მიდიოდნენ დიდ დანაკარგზე, მაგრამ ღმერთმა წამოწია ეს ადამიანები. და ორივეს პიროვნება ძვირფასებო იყო მეფის კარზე, თითქმის პრემიერ-მინისტრის ხარისხამდე დღევანდელობით რომ მიჯეროთ ასულები. მაგრამ ეს ადამიანები იყვნენ ღარიბებიც, იყვნენ არაფრად მიჩნეულებიც, მათ მიაღწიეს შემდეგ დიდ მდგომარეობას, მაგრამ მათი დამოკიდებულება და მათი გული უფლისადმი არ ეცვლებოდა. წეღანდელი მაგალითი მინდა მოიხსენ, როცა
ძმაალხაზის შესაძირავზე ლაპარაკობდა რომ არიან ადამიანები ვისაც არ ქონდათ სამსახურები და ეკლესიაში დადიოდნენ და ლოცულობდნენ და როცა სამსახურები იპოვეს ისინი დაიკარგდნენ ეკლესიიდან და უფრო თავიანთ საქმეებს მიყვნენ მე მინდა გითხრათ რა ადამიანისთვის ეს შეიძლება დამახასიათებელი იყოს მაგრამ ამ ორი ადამიანის ცხოვრებაში ზუსტად ის ჩანდა ისინი არაფერი მნიშვნელობები არ იყვნენ უბრალო ადამიანები და ერთგულები იყვნენ ღმერთის ამ ერთგულების გამო ღმერთმა ისინი აღაზევა ისინი აღზევებული ხალხი გახდნენ ისინი ხელისუფლების დონეზე ამაღლებული ხალხი გახდნენ მაგრამ ერთი რამ არ შეიცვალა მათ ცხოვრებაში შეიძლება შეიცვალა მათი ჩაცმულობა მათი იმიჯი შეიძლება შეიცვალა მათი საცხოვრებელი პირობები შეიძლება შეიცვალა მათი მდგომარეობა რომ უფრო წარმოჩენილები და დიდებულები გახდნენ მაგრამ ერთი რამ არ შეიცვალა მათ გულებში და მათ ცხოვრებაში ეს იყო ღმერთის სიყვარული ეს იყო ღმერთის პატივისცემა და მოგრძალება მის წინაშე და ღმერთის სიტყვის და ცნებების და კანონებისადმი ერთგულება და ასე დაამთავრეს ამ ორმა ადამიანმა თავისი ცხოვრება უფალმა გვაგვარცხოს ზურფასებო რომ ყოველმა ჩვენთაგანმა შევძლოთ ჩვენი ცხოვრების ბოლოს როცა გადმოხედოთ ჩვენ ცხოვრებას როგორც მოციქულმა პავლემ თქვა რწმენა შევინარჩუნე მდინარება და ვასრულე და ეხლა მელოდება მე დიდების გვირგვინი ღმერთს დიდება და მადლობა ზურფასებო ესენი იყვნენ რწმენა გამოვლილი ადამიანები ჩვენი ცხოვრება ზურფასებო გადის წლები აგერ უკვე 2012 წელი არის თითქოს გუშინდელი დღესავით მახსოვს გუში როდესაც ფიქრობდი რომ წინა საახალწლო სიტყვისთვის მომზადებულიყავი რაღაცები გამახსენდა თითქოს გუშინ ვიქადაგე ის წინა საახალწლო სიტყვა როდესაც გადავხედე როცა ვილაპარაკე აქამდე მოგვიყვანა უფალმა ეს იყო ჩემი გადაგება და ისიც გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს ერთმა წელმა კიდევ გაიარა გავახთვის მადლით კიდევ ეს 2013 წელიც და ჩვენ როდესაც ისევ დავდგებით ისევ შეიძლება ამ დაგვარი რაღაც კონდეს სიტყვა გამხნევების გამაგრების მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი და უდავო წლები გადის ზურფასებო და ჩვენი ცხოვრებაც უკან კი არ ბრუნდება ჩვენი ცხოვრება წინ მიდის და ჩვენი ყოველი წელი გასული გვაახლოვებს ჩვენ ღმერთთან და დადგება ჩვენ ცხოვრებაში დრო ეს ვისთვის როდის იქნება ჩვენ არ ვიცით როცა ჩვენ გადმოვხედავთ ჩვენს გავლილ ცხოვრებას ზოგი შეიძლება სასიკვდილო სარეცელზე იწვეს ზოგმა შეიძლება იცოდეს თავისი მოახლოებული დრო უკვე ზოგი შეიძლება ღრმად მოხუცებული იყოს მაგრამ ჩვენ ერთი რამ უნდა თამამად შეგვეძლოს ვთქვათ გავიარეს ცხოვრების გზა ჩემი რწმენა შევინარჩუნე ჩემი ერთგულება შევინარჩუნე ღმერთისადმი ჩემი მისი აღვასრულე და ეხლა მე მელოდება სიცოცხლის გვირგვინი დიდების გვირგვინი მელოდება უფალთან ღმერთს დიდება და მადლობა ზურფასებო მე მინდა ცოტა თვალი გადავავლოთ ეხლა ჩვენ იოსების ცხოვრება ზურფასებო და მე მინდა მისი ბავშვობიდან დავიწყო რა თქმა უნდა მთელ მის ისტორიას არ წავიკითხავთ ეს ვიცით ჩვენ ყველამ მაგრამ მინდა რომ რაღაც ჩანართები გავაკეთო მის ცხოვრებაში ჩვენ თუ გადავხედავთ იოსების ცხოვრებას იოსები იყო ძმებს შორის ერთ-ერთი უმცროსთაგანი რომელიც ზურფასებო თავისი ძმებისგან ერთი რამით გამოირჩეოდა თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენ და წავიკითხავთ იაკობის შვილების ისტორიას და შემდგომში ღრმად განვაანალიზებთ ჩვენ დავინახავთ ამ ანალიზის შედეგად რომ მაინც და მაინც დიდი ღვთისმოშიშობით არ გამოირჩეოდნენ მათ შორის იყო გამორჩეული იოსები რომელიც ბავშვობიდანვე ჩანდა რომ ის ღმერთის ერთგული იყო ის მისი კანონების ერთგული იყო მისი ძმები ჩადიოდნენ არასწორ საქციელებს და ეს ამბები მას თავის მამასთან მიქონდა ხოლმე ანუ გამოირჩეოდა შეიძლება ზოგმა ჩათვალოს რომ ეს არ იყო კარგი თვისება რომ მას მამასთან მიქონდა ეს ამბები მე არ მინდა ამ საკითხს შევეხო მაგრამ ერთი რამ უდავო იყო რომ ის თავისი ბუნებით ბავშვობიდანვე მოკრძალებული იყო ღმერთისადმი და უყვარდა ღმერთი და მისი კანონები მის ფონზე მისი ძმები ზურფასებო მათი სტანდარტები უფრო დაბალი იყო იოსების სტანდარტები და მისი ღმერთისადმი და მისი კანონებისადმი ერთგულება უფრო მაღალი იყო ვიდრე მისი ძმების ამის გამო ზურფასებო ჩვენ ხედავთ რომ მამის თვალშიც გამორჩეული იყო იაკობს უყვარდა უფრო მეტად იოსები რადგან მისი სიბერის ჟამს უმცროსები ხომ ისიც საყვარლები ხდებიან ხოლმე მამებისთვის და მის სიბერის ჟამს ზურფასებო დაბადებული იოსები მისთვის საყვარელი იყო უყვარდა გამორჩეულად და ხედავთ რომ მან გამორჩეული სამოსელიც დაუმზადა მას ჭრელი კვართი გამორჩეული სამოსელი რომელთაც იოსები თავს იწონებდა იწმებდა მკვართს და ის გამორჩეული იყო ძმათაგან და ხედავთ რომ თუნდაც ზურფასებო მისი ბავშვობის წლებიდანვე ხედავთ რომ პრობლემები მას უკვე ჰქონდა ძმებს არ უყვარდათ იოსები ძმები როდესაც ხედავდნენ რომ მამას გამორჩეულად უყვარდა იოსები და კვართის დაუმზადა მას ძმებს არ უყვარდათ იოსები ამის გამო და ბიბლია გველაპარაკება მშვიდობიანად ლაპარაკიც არ შეეძლოთ იოსებთან ხომ არის რომ ადამიანი როცა არ უყვართ ადამიანი როცა ან ოჯახში ან სადღაც საზოგადოებაში
ან სამეგობრო წრეში ადამიანი რომელიც ამოჩემებული ხავთ და არ უყვართ იცით მასთან მშვიდობიანი ლაპარაკი არ შეუძლიათ ყოველთვის ებუზღუნებიან ყოველთვის ესე იგი ცდილობენ რომ დაამცირონ ყოველთვის ცდილობენ ხმამაღლა რაღაც უთხრან უბრძანონ ანუ ჩანს რომ ადამიანი გამორჩეულად დამცირებული ხავთ მაძურბასება ასე იყო იოსების ცხოვრებაც რომ ძმებს მშვიდობიანად ლაპარაკი იოსებთან არ შეეძლოთ იმის გამო რომ მას ჭრელი კვართი ეცვა იმის გამო რომ მამის თვალში გამორჩეული იყო რა თქმა უნდა კაინის სული მათშიც მოქმედებდა წინამსახურებაზე ვილაპარაკეთ ამ საკითხზე მაგრამ იოსები ძრფასებო აგრძელებდა თავის ცხოვრებას და ვხედავთ რომ უფალმა შემდეგ იოსებს გამოუცხადა სიზმარი ნახა იოსებმა რომ იმ სიზმარში იყო აზრი ასეთი რომ მისი ძმები თაყვანსებდნენ იოსებს და როდესაც იოსებმა თავისი მოუმწიფებლობის გამო ეს სიზმარი მოუყვა თავის ძმებს ისედაც არ უყვართ იოსები ისედაც მშვიდობიან ლაპარაკი არ შეუძლიათ და ამ დროს იოსები უცხადებს მათ ეუბნება მომისმინეთ მე სიზმარი ვნახე და ამ სიზმრის მიხედვით ძმები დადგება დრო თაყვანსებენ მას ამის გამო ძმებმა უფრო მოიძულეს იოსები იოსებს ეს მოუმწიფებლობის გამო მოუვიდა იმიტომ რომ ღმერთმა იმიტომ კი არაჩვენა ეს სიზმარი რომ თავისი ძმებისთვის მოეყოლა და ძმების წინაშე მოეწონებინა თავი ღმერთმა ამ სიზმარში ფაქტიურად ის მძიმე გზა გაუხსნა იოსებს რომელი გზაც შემდგომში უნდა გაევლო მას ესე ჩვენ ხშირად მინდა აი გაუმახვილო ჩვენი ყურადღება ჩვენ ხშირად გვიხარია როდესაც სიზმარში კარგ სიზმარს ვნახავთ ჩვენ ხშირად გვიხარია როცა წინასწარ მეტყველებაში ღმერთი შეგაქებს და გეუბნება ჩემი საყვარელი შვილი ხარ არ რაღაცას გავალებს ხო სასიამოვნოა ყოველთვის მოსასმენად არა როცა ვიღაც მეუბნება მე გამოცხადება მქონდა ძმაო შენზე ან დაო და რაღაც კარგს და სასიამოვნოს გეუბნებიან ეს რა თქმა უნდა ყოველ ჩვენთაგანისთვის სასიამოვნო არის და ჩვენ ცხოვრებაში მართლაც არის წლები როდესაც უფალი განსაკუთრებულად ზრფასებო გვიცხადებს რაღაცებს ღმერთი ჩვენ წინასწარ მეტყველებსაც გვიგზავნის ძილის საათებშიც გველაპარაკება გამოცხადებასაც გვაძლევს მაგრამ დგება ჩვენ ცხოვრებაში პერიოდი ზრფასებოა როდესაც ღმერთი ჩვენ და მინდა ერთი რამ გითხრათ და დავიმახსოვროთ ცხოვრებაში ღმერთი უფრო მეტად ზრფასებო ადამიანებს ჩვენ ხშირად გარემოებებიდან და სიტუაციებიდან გველაპარაკება ჩვენ ცხოვრებაში გვხვდება ისეთი რაღაცეები სადაც ჩვენ უფრო ხშირად ვგებულობთ ღმერთის ნებას იოსებმა როცა გაიგო ღმერთის ნება რომ მის ცხოვრებაში დიდების მომენტები იქნებოდა იოსებმა ის ვეღარ გათვალა და ვერ გაითვალისწინა რომ ამ დიდებამდე მას სიზნელეები შეხვდებოდა და მან თავის ძმებს უთხრა მომისმინეთ აი ესეთი სიზმარი ვნახე მე და ძმებმა ამის გამო მოიძულეს მან მეორე სიზმარის ნახა რომლის მიხედვითაც ზრბასებოა არა მარტო მისი ძმები მაგრამ მისი მამას და დედას თაყვანსებდნენ მას ამაზე მამა მისმაც უსაყვედურა და ძმებმა უფრო მეტად მოიძულეს მაგრამ დამთავრდა იოსების ცხოვრებაში ის ხანა როცა ლამაზ სიზმრებს ხედავდა ჭრელი კვართი დადიოდა თავმომწონეთ და მის ცხოვრებაში დადგა სხვა ეტაპი ძმებმა იმის გამო რომ იოსები მოძულებული ყავდათ მისი მოკლა გადაწყვიტეს მაგრამ შემდეგ მიყიდეს იგი ზურფასებო ვაჭრებს რომლებმაც იოსები წაიყვანეს ეგვიპტეში და აქ ჩვენ ხედავთ რომ ხანგრძლივი განშორების წლები იოსების ცხოვრებაში როცა იოსები თავის ოჯახს დაშორდა როცა იოსები და მისი ოჯახი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ გავიდა წლები ზრფასებოა და ეს იყო წინასწარ მეტყველება რომელიც უნდა ახდენილიყო რაც ეუწყა ოდესღაც აბრამს რომ მისი შთამომავლობა იქნებოდა ეგვიპტეში 400 წლის განმავლობაში ისინი იქნებოდნენ მონობაში და შემდეგ უფალი გადმოხედავდა მათ და გამოიყვანდა ეგვიპტის მონობიდან და აქცევდა დიდ ერად და დიდ ხალხად ისე როდესაც ამ ყველაფერზე ვფიქრობ შეიძლება გვებადება აზრები რა საჭირო იყო ეგვიპტეში მათი გადასახლება რა საჭირო იყო სხვაგანაც ხომ შეეძლო რომ დიდ ერად ქცეულიყო მაგრამ ღმერთს მე მინდა გითხრათ ზრფასებო თავისი ჩანაფიქრები გააჩნია ღმერთს თავისი გეგმები გააჩნია ადამიანების ცხოვრებაზე და ერების ცხოვრებაზე და ისიც ნეტარი არის ის ადამიანი და ის ერი რომელიც ღმერთის ჩანაფიქრში ჩაჯდება ზრფასებო რომელიც ღმერთის ჩანაფიქრის მიხედვით განახორციელებს თავის ცხოვრებას და ეს ღმერთის ჩანაფიქრი შეიძლება ყოველთვის არ იყოს იოლი მაგრამ ის ყოველთვის კურთხევის მომტანი არის ის ყოველთვის ნაყოფიერი არის ამენ ჩვენ ხედავთ რომ სანამ ეგვიპტეში გადავიდოდნენ იაკობის შვილების ცხოვრება არ გამოირჩეოდა დიდი ზნეობითა და მორალით ჩვენ ხედავთ რომ იუდა რომელიც მოწოდებული იყო ზრფასებო მისი შვილთაგან ერთ-ერთი ის იყო ზრფასებო რომელიც ქანაანელ ქალებთან დადიოდა ცოდვაში ცხოვრობდა მისმა უფროსმა შვილმა მამამისის სარეცელი წაბილწა და ჩვენ ხედავთ რომ ისინი ნელ-ნელა ითქვიფებოდნენ ზრფასებო იმ ერებში რომელიც მათ გარშემო იყო
მაგრამ ღმერთმა ძვირფასებო ფსალმონში ვკითხულობ შემდეგში წავიკითხავ იოსები ძვირფასებო თუნდაც ძმებმა გაყიდეს და თითქოს მან ტანჯვა და წამება გადაიარა მაგრამ ეს ღმერთის ჩანაფიქრში იყო როდესაც იოსები გახდა მეფის კარზე დიდი კაცი როცა ქვეყანაზე შიმშილობა იყო მაშინ იოსების ოჯახს შემდეგ მოუწია მათ ეგვიპტეში გადასახლება და ეგვიპტეში დგება ის დრო ეს ღმერთის ჩანაფიქრი იყო ამაშიც ღმერთმა წაიყვანა ეს ერი და შეიყვანა 70 სული ეგვიპტეში და ეგვიპტეში ჩვენ ხედავთ რადგან ესენი მწყემსები იყვნენ უფალმა ესეც გამოიყენა და ეგვიპტელები მწყემსებთან ერთად პურსაც არ ჭამდნენ მოზიარეობა არ ქონდათ მათ შორს იყვნენ მათგან და ისინი ღმერთმა ეს მომენტის გამოიყენა და ისინი დასახლდნენ კურთხეულ მიწაზე გესემში სადაც მათ ეგვიპტელებთან ახლო ურთიერთობა არ ქონდათ ისინი განცალკევებული ცხოვრობდნენ და ამ განცალკევებულმა ცხოვრებამ ძვირფასებო კიდევ მოიტანა ის მათ ცხოვრებაში თუნდაც მათ უდაბნოში გამოჩნდა რომ ეგვიპტური თვისებებიც ჰქონდათ მაგრამ ეს ერი გამორჩეულად შენახული იყო რომ გამრავლებული იყვნენ განმარტოებულნი და შემდეგ თავის დროზე ღმერთს ეს ერი უდიდესი სასწაულებით გამოეყვანა ეგვიპტიდან და ეჩვენებინა ქვეყნიერებისთვის ძვირფასებო თავისი ნება ღმერთს დიდება ეს ყველაფერი ღმერთის ჩანაფიქრი იყო ღმერთი თავის ჩანაფიქრს მისდევდა და იოსები ღმერთის ჩანაფიქრში იჯდა და როდესაც იოსები გაყიდული იქნა ძმების მიერ ეგვიპტეში მე მინდა ერთი ფსალმუნი წავიკითხო ეს არის იყო ძვირფასებო იოსებისთვის იოლი რადგან წერია ერთ-ერთ ფსალმუნში ეს არის 104 ფსალმუნის მე-17 მუხლი გაგზავნა მათ წინ კაცი მონად გაიყიდა იოსები ნახეთ ძვირფასებო გაგზავნაო მათ წინ კაცი და მონად გაიყიდა იოსები ამ მოვლენას შეიძლება ჩვენ დავინახოთ შური დავინახოთ ბოროტება რომელიც ძმების მხრიდან იქნა გამოვლენილი და რა თქმა უნდა ეს ასე იყო მაგრამ როდესაც ის მონად გაიყიდა ფსალმუნი გვეუბნება მათ წინო მან კაცი გაგზავნა გაიტანჯა ბორკილებით ფეხნი მისნი და რკინა მისუდაო მის სულს რკინა მისუდა მის სულს ბორკილები მას ხელებზე ედო მაგრამ ბიბლია გველაპარაკება რკინა მის სულს მისუდა ეს არ იყო ძვირფასებო ის რკინა როგორ უნდა მისუდომოდა მის სულს მაგრამ ის ძვირფასებო მომენტი რომ იოსები ყმაწვილი ლამას სიზურებს ხედავს ჭრელი კვართით დადის ყველასთვის კარგი უნდა მას ის მორალურად და ზნეობრივად გაცილებით მაღლა იდგა თავის ძმებზე და ჩვენ ხედავთ უცბად ადამიანი რომელიც ოცნებობს იმაზე რომ მიაღწევს უდიდეს მწვერვალებს და ჩვენ ყველა ოცნებობთ ხოლმე როდესაც გვესმის უფლის გამოცხადება და ხმა როცა უფალი გვპირდება კურთხევას ჩვენ იცით რა მაშინვე გგონია რომ მეორე დღესვე გამოვალთ და კურთხეულები ვიქნებით უცბად უფალი გვპირდება კურთხევას და შენ უკვე პირველივე შესაძლებლობის შემდეგ ეძებ უკვე როდის მოვა ეს კურთხევა შენ ჯიბეში როდესაც უფალი გვპირდება მსახურებაში წინსვლას და წარმატებას ჩვენ ხშირად გვინდა ძვირფასებო რომ ფასის გადახდის გარეშე უცბად მოვიდეს რაღაც ჩვენ ცხოვრებაში და როდესაც ფასის გადახდა გვიწევს ეს ცოტა მწარეა ძვირფასებო როდესაც ფასის გადახდა გვიწევს და უცბად არ მოდის ის კურთხევები რომელსაც უფალი გვპირდება ადამიანები შეიძლება ვარდებიან უიმედობაში და მე მჯერა ძვირფასებო ამ სიტყვის მნიშვნელობის რომ იოსებს მართალია ბორკილები ხელზე დაადეს მაგრამ ეს ტყვეობა ის დამცირება საპირისპიროდ ის რასაც ის ხედავდა და რა გამოცხადებას ჰქონდა ეს ტანჯვა მისი სულიერი მის სულს მიწვდა ძვირფასებო ეს რკინა ეს ბორკილები იოსები ელოდა კურთხევას იოსები ელოდა წარმატებას იოსები ელოდა დიდებას ამ დროს ის თავის ძმებსაც უყვება ამის შესახებ თავის მშობლებსაც უყვება ჭრელი კვართით დადის თავმომწონე და უცბად ხედავთ რომ ძმები იჭერენ მას ძმები აგდებენ ჯერ ორმოში მისი მოკლა უნდათ შემდეგ მიყიდეს ეგვიპტელებს და ბორკილ დადებული იოსები მიდის ძვირფასებო მიხავდა ეგვიპტეში და წერია მონად გაიყიდა იოსები მაგრამ ღმერთმა ისრაელის წინ წერია ძვირფასებო იოსები მიავლინა ეგვიპტეში რომ იმ შიმშილობის დროს ეს ხალხი გადარჩენილი ყოფილიყო ღმერთმა იოსები მიავლინა ეგვიპტეში რომ ღმერთის დიდებული ჩანაფიქრი აღსრულებული იყო თუნდაც იოსებმა მის გულისთვის იტანჯა მონად გაიყიდა იმ ადამიანების მიერ იქნა ძვირფასებო დატანჯული ვინც იმ პერიოდში მისი ახლობელი ადამიანები იყვნენ მაგრამ ისინი არ ემორჩილებოდნენ ღმერთს კარგა გონებთ ეს
იესო ჯვარსაც უეს, მაგრამ იესო თავისივე ძმებმა გაყიდეს ზურფასობა, თავისივე ძმებმა მისცეს რომაელებს ჯვარზე გასაკრავად. იგივე გზა გაიარა უფალმა იესომ ზურფასობა, იგივე გზა გაიარა იოსებმა. იოსები თავისი ძმების მიერ გაყიდული ეგვიპტეში მონად გაიყიდა, მაგრამ ჩვენ ხედავთ ზურფასობს მებოდადებო, მონად გაიყიდა, მაგრამ ღმერთი სარგზავნილი იყო ეგვიპტეში. ღმერთმა ამ გზით წაიყვანა, რომ იმ დიდებამდე მას ბორკილები ქონდა ხელებზე. ღმერთმა იმ გზით წაიყვანა, რომ დიდებამდე ის მონაყოფილიყო. მაგრამ დაბადების 39 თავი გველაპარაკება და დაახლოებით 4-ჯერ თუ 5-ჯერ წერია, რომ ღმერთი იყო იოსებთან, უფალი იყო მასთან. და როდესაც ეგვიპტეში ჩავიდა ზურფასობა, მონად მოხდა ის იმ მეფის კართან დაახლოებული ერთ-ერთი ჩინოვნიკის კარზე, მის ოჯახში. და იცით, იოსები მის გამო, რომ ერთგული იყო ღმერთის, ერთგული იყო მისი მცნებების ზურფასებო, ღმერთმა მას წინსვლა მისცა, ღმერთმა მადლი აპოვნინა და ისეთნაირად მიენდო მას თავისი პატრონი, რომელიც იყო ერთ-ერთი უდიდესი ჩინოვნიკი მეფის კარზე, ფარაონის კარზე. რომ მაროდესაც დაინახა, რომ იოსებთან ღმერთი იყო, დაინახა, რომ მას ჰქონდა წარმატება, რასაც ხელს კიდებდა ყველგან წარმატება იყო, რასაც აკეთებდა იოსები ყველაფერში კურთხევა იყო. და როდესაც დაინახა მან, ყველაფერი მიანდო იოსებს, თვითონ აღარც ფიქრობდა თავის სახლზე, თვითონ აღარც უყურებდა ამ ყველაფერს, იმდენად მინდობილი იყო იოსებზე, რომ იოსები ყველაფერს კარგად და წარმატებით აკეთებდა, რომ მან მთელი თავისი საქმეები მიანდო მას, რომ მას განეგუეს ყველაფერი და იოსები ერთგულად ემსახურებოდა თავის ბატონს. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ეგვიპტეში იოსებმა გაიარა გამოცდები. პირველი გამოცდა იოსების იყო ეგვიპტეში ზურფასებო, გამოიცადა იოსების სიწმინდე, რამდენად წმინდა იქნებოდა იოსები. და მისი გამოცდა პირველი ის იყო, რომ ამ ჩინოვნიკის ცოლმა, ლამაზმა, მიმზიდველმა ქალმა თვალი დაადგა იოსებს, იმიტომ რომ იოსები თვითონაც ტანად შესახედავად ლამაზი იყო ზურფასებო. იოსები ყმაწვილი იყო ისეთი, რომელზეც გული მიუვიდა მას და ძალიან და ის ცდილობდა, რომ იოსებთან დაწოლილიყო. ყოველ დღე თითქმის შეიძლება ითქვას, რომ იოსებს ის მოსვენებას აღარ აძლევდა. მაგრამ იოსებმა თქვა ასეთი სიტყვები, რომ ბატონმა ყველაფერი ჩამობარა ამ სახში შენს გარდა, როგორ შევცოდო მე ღმერთს და უღალატო ჩემ პატრონს. ღმერთს დიდება ამ სიტყვებისთვის. იოსები ზურფასებო ერთგული ადამიანი იყო და ხედავ ზურფასებო, ერთგულება ღმერთისადმი და სიყვარული ღმერთისადმი ჩვენ გვასწავლის მოყვასის სიყვარულს ზურფასებო. სიყვარული და ერთგულება ღმერთისადმი ჩვენ გვასწავლის ჩვენი მოყვასის ერთგულებას. ჩვენ თუ უღალატო ვართ ღმერთისადმი და მისი მცნებებისადმი, უღალატო ვიქნებით ადამიანებთან ერთად მოზიარეობაშიც, საქმეშიც, ბიზნესშიც, ოჯახშიც, იმიტომ რომ უფალი არის ზურფასებო ამ ყველაფრის სიწმინდის ავტორი. იოსებმა უთხრა, როგორ შევცოდო მე ჩემ ღმერთს და როგორ უღალატო მე ჩემ ბატონს და უარი უთხრა მას. მაგრამ ეს ქალი არ აძლევდა მას მოსვენებას. და ჩვენ ხედავთ ზურფასებო, რომ იოსებისთვის გაცილებითიული გზა იქნებოდა ადამიანურად რომ ავიღოთ ჩვენ, რომ ის დათანხმებოდა და ცდუნება ძალიან დიდი იყო. იოსები ვინ იყო ზურფასებო? წყემსის ოჯახში გაზრდილი, მართალია მამისგან გამორჩეული იყო, მაგრამ მას თავის დღეში არ უნახია ის ფუფუნება, რა ფუფუნებაში ეგვიპტეში მოხდა. ეგვიპტე მდიდარი ქვეყანა იყო. ეგვიპტე წარმატებული ქვეყანა იყო და თქვენ წარმოიდგინეთ, უბრალო ოჯახიდან, კარვებიდან და წყემსობიდან იოსები სად მოხდა ზურფასებო? მოხდა სასახლეში, ფუფუნებაში, გაკრიალებული აპარტამენტები და კიდევ იქ რა, თავისი ბატონის მიმზიდველი ცოლი, რომელიც პირდება მას ნეტარებას, რომელიც პირდება მას ზურფასებო სიამოვნებას. და იოსები შეიძლება ვთქვათ, ყმაწვილი ადამიანისთვის, ახალგაზრდა ადამიანისთვის და მე მგონი არ შევსდები თუ ვიტყვი, რომ ყველა ახალგაზრდა ადამიანს და შეიძლება ყველა ასაკის ადამიანსაც ცხოვრებაში თუ ხიზლად არ იქნება, ელოდება ეს ცდუნება. ალბათ ეს ისეთ პირობებში მოხდა, რომ დღევანდელ დღეს უღმერთო ახალგაზრდა ამაზე იოცნებებდა კიდეც და იტყო და ეს რა ცხოვრებაში ჩავარდი მე. მაგრამ იოსები ღმერთის ერთგული იყო და ღმერთის ერთგულება მას აძლევდა თავისი მოყვასის, თავისი ბატონის ერთგულებას და სიყვარულს და მან უარი თქვა ამ ფუფუნებაზე. იოსები ერთგული აღმოჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ იოსები ერთგული აღმოჩნდა ღმერთის ერთხელ და ძმებმა გაყიდეს ეგვიპტეში. იოსები მეორედ აღმოჩნდა ერთგული ღმერთის, უпростоრად გამოიცადა ამაში და იოსები ერთგული იყო ღმერთის და თავის ბატონის.
და მის საზღაურად რა მოხდა შემდეგ, როცა ეს ქალი დარწმუნდა იმაში, რომ იოსებთან არაფერი გამოუვიდოდა და როდესაც ერთ დღესაც იოსები შევიდა სახლში და იქ კაცებიდან არავინ არ იყო, მარტო ქალი იყო. და ამ ქალმა შეარჩია ასეთი მომენტი ძრუფასება და როდესაც დაინახა, რომ სახლში არავინ იყო, იოსები მივიდა მასთან მარტო. ბიბლია გულაპარაკება, რომ ამ ქალმა სტაცა ხელი მას იოსებს სამოსელში და უნდოდა მასთან დაწოლა. მაგრამ იოსებმა გამოგლიჯა თავი, ზემო სამოსელი ხელში შეატოვა ამ ქალს და გაიქცა იქიდან. და როდესაც ამ ქალმა დაინახა, რომ ვერც ახლა ვერ აღესრულა გულის სადილი, მან დაიყვირა და როდესაც მოსამსახურეები და სხვა ხალხი შემოცვიდნენ შიგნით, მან თქვა, ნახეთ და თავის ქმარზე თქვა, მან ეს მონა ებრაელი, იმიტომ მოიყვანა ჩემს შესარცხვენად და მან ჩემთან დაწოლა მოინდომაო. და როდესაც დავიყვირეო, გაიქცა და მისი სამოსელი შემრჩაო ხელში. და იცით, როცა დაბრუნდა მისი ბატონი, მან შეინახა ეს ზემო სამოსელი და როდესაც დაბრუნდა ქმარი, მივიდა და ეუბნება ამ ხალხის თანდასწრებით, ნახეთ, შენ რომ მოიყვანე მონა ებრაელი, მან ჩემთან დაწოლა მოისურვა. და მე დავიყვირე და მისი ზემო სამოსელი ხელში შემრჩა და ის გაიქცა. და იცით ძრუფასებო, რა იყო შედეგი? ამ ერთგულების საფასური რა გადაეხადა იოსებს. თავისმა ბატონმა მოკიდა ხელი, წაიყვანა და მეფის საპატიმროში, სადაც მეფეს თავისი ტყვეები ყავდა, დააპატიმრეს იოსები. და ერთგული იოსები იმის მაგივრად, რომ მას თავისი ბატონისგან ქება მიეღო, იმის მაგივრად, რომ მის ბატონს ობიექტურად გამოეძია ეს ყველაფერი და დაენახა, რომ ეს იოსები დამნაშავე კი არ არის, მართალი ადამიანი არის, მოკიდეს ხელი და ჩააგდეს საპყრობილეში. რას იცამდა ამ დროს ურთვასებო, რა საშიშროება ელოდა იოსებს. შეიძლება მის გულში და ადამიანის გულში დაიბადოს ცით არის ხოლმე იმედგაცრუება, როდესაც შენ აკეთებ კარგს და გიბრუნდება ცუდად, როდესაც შენ ხარ ერთგული და შენ ერთგულებას აფასებენ სხვანაირად. იცით, ძალიან ძნელი ადამიანისთვის ეს უმადურობა. შეიძლება ვერ ადამიანს ხელით ჩაექნია და ეთქვა, რა დავიმსახურე მე ამით, ერთგული ვიყავი ღმერთის, ერთგული ვიყავი მე ჩემი ძმების, ერთგული ვიყავი მე ჩემი ბატონის. რა დავიმსახურე, რა გავაკეთე მე მათთვის ისეთი, რომ აი ეს მომეზღომე დღეს. იმ ერთგულების გამო მათ მონად გამყიდეს. ამ ერთგულების გამო, რომ ჩემი ბატონის ერთგული ვიყავი, ციხეში ჩამაგდეს. მაგრამ იოსები ერთგული დარჩა ღმერთის. და იმ საპატიმროში, სადაც 2 წელიწადზე მეტი გაატარა მან, იქ წერია ძრუფასებო, რომ ღმერთი იყო მასთან, იოსებთან იმ საპყრობილეშიც. და როდესაც საპყრობილეს პატრონს ზედამხედველმა დაინახა ძრუფასებო, რომ იოსები ერთგული იყო, იოსებისთან ღმერთი იყო, მის ყოველ საქმეში ისევ წარმატება იყო, ის აქცია მან ერთ-ერთ პოსტზე დააყენა, ის ზედამხედველი იყო ძრუფასებო იმ პატიმრების. და ამის შემდეგ ჩვენ ხედავთ იოსების ისტორიას, ის ერთგული იყო საპატიმროშიც და იოსები ძრუფასებო შემდეგ, როდესაც საპატიმროდან გამოვიდა, ჩვენ ხედავთ, რომ ის მეფის კარზე აღზევდა. მე მოკლედ ვლაპარაკობ, ეს ისტორია შეიძლება წაიკითხოთ თქვენ. საპატიმროში იყო მეღვინეთ უხუცესი და მეპურეთ უხუცესი, რომლებიც მეფის რისხვის გამო ჩავარდნენ საპყრობილეში და ორივე მათგანმა ნახა სიზმარი. და იოსებმა ეს სიზმარი აუხსნა ორივეს. მათი სიზმრების მიხედვით ძრუფასებო, ერთი 3 დღის შემდეგ იქნებოდა დაჟილი და თავს მოკვეთდნენ, მეორე ისევ ამაღლდებოდა და მეფის კარზე იქნებოდა. და როდესაც ეს სიზმარი მართლაცი აუხდა მათ, მეპურეთ უხუცესმა მისცა მას პირობა, მე როდესაც ავმაღლდები, მეფესთან გიშვა ამდგომლებ, მაგრამ მას დაავიწყდა. შემდეგ თავში წერია, იოსები დაავიწყდათ, იოსებმა გააგრძელა საპატიმროში ჯდომა. და შემდეგ მომდევნო თავში წერია, რომ 2 წლის თავზე, მე არ ვიცი ხელ დაახლოებით 2 წელი წეგან, იმიტომ თქვი, რომ 2 წლის თავზე ეს იოსების დაპატიმრებიდან იყო თუ ამ პატიმრის განთავისუფლებიდან 2 წლის თავი იყო, ეს არ ვიცი, მე არ გამომიგვლევია, მაგრამ 2 წლის თავზე ეს 2 წელი ნამდვილად ჩანს, რომ საპატიმროში იყო. მეფემ სიზმარი ნახა ძრუფასებო და ვერავინ ვერ აუხსნა და ამ დროს გაახსენდა იმ ადამიანს და უთხრა, მე რომ ვიჯექი პატრონს ციხეში, იქ იყო ერთ-ერთი ებრაელი, რომელმაც ამიხსნა მე სიზმარი და ზუსტად ასე ასრულდა. და როდესაც ამოვიდა, მოიყვანეს იოსები ფარაონთან. ფარაონის სიზმარი როდესაც ახსნა იოსებმა და უთხრა, რომ ფარაონის სიზმრის მიხედვით 7 წელი იქნებოდა ნაყოფიერი წელიწადი, ხოლო 7 წელი იქნებოდა შიმშილობა მთელ ქვეყანაზე. და როდესაც ეს სიზმარი აუხსნა და გამოსავალიც აჩვენა, თუ როგორ უნდა გამოსულიყო ეგვიპტე ამ მდგომარეობიდან, მეფემ ფარაონმა იოსები აამაღლა
და თავის შემდეგ პირველ კაცად აქცია ეგვიპტეში და მას ხელში ჰქონდა ძვირფასებო უდიდესი ძალაუფლება მაგრამ არ შეიცვალა რა იოსები ღმერთის ერთგული დარჩა ბოლომდე ღმერთს დიდება მისთვის ძვირფასებო რომ ასეთი ერთგული ადამიანები ხავდა ღმერთს ყოველთვის ქვეყანაზე და ბოლოს შევხედავთ როცა ის თავის ძმებს შეხვდა როცა ძმები შეშინებულები იყვნენ და ეგონათ რომ იოსები შურს იძიებდა ეს მისი მეორედ გამოცდა იყო ჩვენ ხშირად როდესაც გვაწყენინებენ და როდესაც გვამცირებენ პირველი სურვილი რა არის ხოლმე ძროხასებო რომ რაღაცით შური ვიძიოთ მათზე მახსოვს ერთი პერიოდი იყო ერთხელ იესო რო უთხრა მოწაფეებს ქრისტე რო არ მიიღეს ერთ ადგილზე გახსოვთ ეს და მოწაფეებმა თქვეს ახლა ჩვენ ცეცხლს გამოვიძახებთ ვარა ის იმდენი რწმენა და გაბედულება ჰქონდათ მაგრამ იესომ რა უთხრა ვისი სულისა ხართ არ გახსოვთო და ერთი ესეთი შემთხვევა ჰქონდა ერთი გულგულარი სოფელი თელავის რაიონში და ერთი გარდაიცვალა მოახლოებული ყავდა ჩავედით ახლა მთელი ავტობუსი მთელი გულით მიუსამძიმრეთ ოჯახს ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა სხვათა შორის მოახლოებული იყო და როდესაც ჩვენ იქ ვიქადაგეთ ჯერ გაურსელებია ვიღაცა შორი რომ თურმე ისეთი წესი ქონიათო რომ მიცვალებულს აშიშვლებენო ასეთი წესი ჩვენ არც გქონია და არც მსვენია არასდროს და როდესაც ვქადაგებდი კუბოსთან შემოლაგდნენ იქ ესეთი ხალხი იყვნენ ძვალმსხვილები დადგნენ და გვისმენენ და ელოდებიან აბა როდის გაიწყებენ ამ ცერემონიალს მაგრამ ამ ცერემონიალს ვერ ეღირსნენ იმიტომ რომ ჩვენ ესეთი ცერემონია არ გქონია ვიქადაგებთ სიტყვა იქ შეგინთ არაფერი მაგრამ რო გამოვედით იქ იყვნენ უკვე ისე რო ვთქვათ ამბოხებულები ვიღაცები ხო ხვდებით ზოგიერთი ადამიანი იქ რო ამბოხებას აწყობს ხოლმე და ერთი სიტყვით გამოგვისტუმრეს იქიდან დედის გინებით წამოვეთ ავტობუსით და გულში როდესაც მოვდივარ კისხვებს ვამშვიდებ ვაწყნარებ მაგრამ ისეთი ბოღმატრიალებს გულში კახელებისთვის ხო იცი რა არის ცუდი თან ისეთი სეზონი იყო სეტყვა კაი ვენახები და ჩემთვის თქვი ოღბერთონი ამ აღმერთი ერთი ისეთი სეტყვა მოვიდეს გაუნადგუროს თელი ვენახები და მიხვდნენ რომ ეს იმიტომ იყო ჩვენ რო დედის გინებით გამოგვისტუმრეს ისეთ დიდი სურვილი მქონდა და იმ ღამეს კი არა მაშინ რომ მოსულიყო ის სიტყვა იცით ძალიან მესი ამოვნებოდა მაგრამ შემდეგ გამახსენდა უფლის სიტყვა არ გახსოვთ ვისი სული სახართ და ცოტა დავწყნარდი მე და თქვი უფალო მამბატიე ჩემ ხელში რო იყო შენი ძალა რა ერთ წუთში მოსპოვდი ალბათ ძალიან უამრავ ადამიანს უცვად მაგრამ ღმერთს დიდება რომ მას სხვა სული გააჩნია ესეთ შურის ძიების ყურვილი ადამიანებს უჩნდებათ ხოლმე როცა მოდის დაუმსახურებელი რაღაც ჩვენ ცხოვრებაში შურის ძიების ყურვილი გვიჩნდება ხოლმე როცა ადამიანები ცუდს გვიკეთებენ როცა ადამიანები ვერ პასუხობენ იმ სიკეთეს და იმ სიყვარულს რომელიც ჩვენგან გამოდის ხშირად და ჩვენში იბადება ხოლმე ასეთი სურვილები და ამ დროს მე არ ვიცი შეიძლება თქვენ უფრო წმინდები ხართ ჩემზე მაგრამ მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა იმ დროს რომ დიდი სეტყვა მოსულიყო და დაერბია მათი ვენახები მაგრამ როდესაც გამახსენდა შემდეგ ვისი სული სახართო მოწაფეებს რო უთხრა იესო ქრისტემ რა დიდი განსხვავება იყო მე სეტყვა მოვითხოვე და ისინი ცეცხლს ითხოვდნენ ზეციდან ხო დიდი განსხვავება არ ყოფილა ორივე მიმართული იყო მოსასპობად და როცა ეს სიტყვა გამახსენდა გულში მოვინანია და უთხარი უფალო მაბატიე შენი სულისა მართლაც არა ვართ იმიტომ რომ ჩვენ ხშირად შურის ძიება გვინდა მაგრამ ის სიყვარული თელოდება ყველა ადამიანის მონანიებას იოსებს ჰქონდა შურის ძიების მომენტიც მას შეეძლო შური ეძია თავის ძმებზე და ისიც ალბათ რომელიმე ჩვენთაგანი მაგრად მოიფხანდა გულს რო ვთქვათ ესე უბრალოდ ხედავთ თქვენ მე გამყიდეთ მე კიდევ ნახეთ დღეს ფარაონის შემდეგ პირველი კაცი ვარ რასაც მინდა იმას გიზამთ ახლა გინდა საპრობლემში შეგაგდეთ გინდა მონებად გაყიდით ყველაფერი შეეძლო მას მაგრამ იოსები ატირდა და თავის ძმებს უთხრა რომ ეს უფალმა დაუშვა რომ თქვენ გადარჩენილი ყოფილიყავით ეს უფალმა გამომგზავნა მე ეგვიპტეში რომ ღმერთის ნება აღსრულებულიყო და ამას მეოთხე ფსალმუში ჩვენ წავიკითხეთ რომ მონად გაიყიდა იოსები მაგრამ ღმერთმა მიავლინაო კაცი მათ წინ ღმერთს დიდება და მადლობა ხედავთ ზრფასებო ღმერთის ჩანაფიქრში შეიძლება ჩვენ მთელი იოსების ცხოვრება ავიღოთ თავიდან ბოლომდე და ვთქვათ რომ იოსების ცხოვრება წინააღმდეგობებით სავსე იყო ბოროტი ადამიანები უკეთებდნენ რაღაცა სულს მაგრამ ღმერთმა მიავლინა თურმე ეგვიპტეში რისთვის რომ ღმერთის ჩანაფიქრი აღსრულებულიყო მე მინდა დაგარწმუნოთ ყველა და გითხრათ ჩვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცები ხდება ხოლმე რომელიც ჩვენთვის სასიამოვნო არ არის რომელსაც ჩვენ არ ვიმსახურებთ ხოლმე ზრფასებო მე მინდა გითხრათ რომ როგორც მადლსა და წყალობას არ ვიმსახურებთ ღმერთისგან ხშირად ჩვენ ცხოვრებაში ხდება რომ ჩვენ სხვა ადამიანებისგან არ ვიმსახურებთ იმას ისინი როგორც გვეპყრობიან ჩვენ და ამ დროს რა თქმა უნდა ეს ძნელი არის
ძნელი გადასატანი არის ადამიანისთვის ეს ყველაფერი და ამ პერიოდში ზურფასებო ადამიანებს ჩვენ გვიჩნდება სურვილი რაღაცით შური ვიძიოთ რაღაცით იმ ადამიანებს დავანახოთ ზურფასებო რომ ძალიან ცდებოდნენ და ცუდი რამე უკეთებიათ მათ ჩვენს წინააღმდეგ მაგრამ თუკი ჩვენ გადავხედოთ ღმერთის ჩანაფიქრს ბოლოს ყოველთვის ზურფასებო ღმერთის ნება ჩნდება ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ გადავხედავთ ამ ყველაფერს ჩვენ ვრწმუნდებით ერთ რამეში რომ რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში თურმე ამ ყველაფერში ღმერთის ხელი იყო ამინ შეიძლება თავის დროზე ცოტა ძნელი და სანახი არის ხოლმე ადამიანისთვის მაგრამ როდესაც უკვე გზას გამოვივლით ჩვენ ვრწმუნდებით და ვხედავთ ღმერთო მართალია მე სიზნელები გამოვიარე მართალია ამ სიზნელებში ადამიანები იყვნენ ჩარეული და მათი მხრიდან მოდიოდა წინააღმდეგობა მაგრამ თურმე შენინება იყო რომ დღეს მე აქამდე მოვედი ჰალელუია ცოცხალ ღმერთს დიდება ზურფასებო ამისთვის იოსები დარჩა ღმერთის ერთგული თავისი ცხოვრების ბოლომდე და ეს იყო ღვთისმოსავი ადამიანი და რაც თავარია ზურფასებო ყველაფერში ის მადლიერი იყო ღმერთის მას საყვედური სიტყვა არ დასდენია თავისი ძმების მიმართ რატომ ზურფასებო იმიტომ რომ იოსებმა ნათლად დაინახა ეს ჩემი ძმები კი არა ღმერთის ჩანაფიქრი იყო რომ მე ეგვიპტეში მომხდარიყავი ამინ მან თავის ძმებში კი არ დაინახა მტერი მან დაინახა ღმერთის ჩანაფიქრი ასე აღსრულდა თუნდაც შეიძლება ამ ბოროტებაში ზურფასებო არის ხოლმე ეშმაკი ჩარეული ადამიანები არიან ჩარეული მაგრამ იცით რა ღმერთის ხელში არის ყველაფერი მე ასე მჯერა ღმერთის ხელშია ყველაფერი და ღმერთი აკონტროლებს ყველაფერს და ღმერთი იმას მეც არ დაუშვებს ჩვენზე რისი გადატანაც არ შეგვიძლია და თუ ღმერთი რამეს დაუშვებს ჩვენზე ჩვენ ის უნდა გადავიტანოთ მოთმინებით ვაშკაცურად და ყოველთვის თავი დავხაროთ ღმერთის წინაშე და თქვათ უფალო თუ შენ ეს დაუშვი მე შენს წინაშე ვიდრე გულს და შენ დამანახე ღმერთო რისთვის დაუშვი რა არის შენი ჩანაფიქრი რა უნდა გავაკეთო მე ამ დროს ღმერთს უნდა რაღაც უკეთესი უნდა ყოველთვის ღმერთს ჩვენთვის ზურფასება ღმერთს უნდა რომ ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვიყოთ ღმერთს უნდა რომ ჩვენ უფრო მეტად შეგვეძლოს პატიება ლოცვა ჩვენი მტრებისთვის მაგინებლებისთვის მაწყევრებისთვის შეიძლება ეს ხშირად ძნელია მაგრამ უფალს უნდა რომ ჩვენ დაგვამდაბლოს რომ ჩვენ თავები დავიმდაბლოთ ღმერთის წინაშე და ვიყოთ მორჩილები და ღმერთი ჩვენს გულებს ამზადებს რაღაც უკეთესისკენ რაღაც უკეთესისთვის ამზადებს ღმერთი ჩვენს ცხოვრებას მისი მადლისთვის, წყალობისთვის და იმ ჩანაფიქრისთვის რომელიც ჩვენი მხრიდან უნდა განხორციელდეს ჩვენს ცხოვრებაში ამინ უფალს დიდება ამისთვის მეორე ადამიანის ცხოვრებიდან დანიელზე მინდა ერთი მომენტი გამოსახო და თქვა ზურფასებო დანიელის ერთგული ადამიანი იყო ღმერთის როდესაც ისრაელი ტყვეობაში იყო და ბაბილონში გადაასახლეს მრავალი ებრაელი ბაბილონში ზურფასებო ჩვენ ხედავთ რომ ნაბუქოდონოსორ მეფეს ჰქონდა ასეთი სტრატეგია როცა დაიპყრობდა ქვეყნებს იქიდან ვინც იყვნენ ახალგაზრდები ნიჭიერები მას მიყავდა თავის სამეფო კარზე ასწავლიდნენ მათ და შემდეგ ის იყენებდა თავის იმპერიის საკეთილდღეოდ და იქ მოხვდნენ ახალგაზრდები და დანიელი რომელიც მათ შორის იყო მან როგორც ებრაელმა რომელიც არ ჭამდა უწმინდურს კანონის მიხედვით და მათ ბაბილონის მეფეს კარზე როცა მათ იმ საჭმელს საჭმელდნენ რომელიც ებრაელისთვის მიუღებელი იყო დანიელი ერთგული იყო ღმერთის და მან უარი განაცხადა ამ ყველაფერზე და მოელაპარაკა ზედამხედველს და უთხრა არ მინდა მე საჭმელები მე უბრალო საჭმელი მომეც ის მწვანე ლეული ბოსტნეული იყო და ისეთ მე შეეშინდა ზედამხედველს მეფის წინაშე რომ დაგაყენო და შენ სხვებზე თქვენ სხვებზე უფრო გამხდრები იყოთ ფერფთალები იყოთ მეფის რისხვას დავიმსახურებ მაგრამ როდესაც მოილაპარაკეს მან თქვა მოდი ერთი 10 დღე რაღაც გარკვეული პერიოდი გამოგცადე ნახე და თუ ჩვენ სხვებზე უფრო ფერფთალი ვიქნებით მაშინ ჩვენ შევჭამთ და როდესაც ამ პერიოდის შემდეგ ზედამხედველმა დააყენა ის ხალხი ვინც მეფის სუფრიდან იკვებებოდა და ეს ხალხი რომლებმაც მეფის სუფრიდან გამოკვებაზე უარი თქვეს შეხედა ესენი უფრო მოფერიანებულები იყვნენ ღმერთს დიდება ზურფასებო როცა შენ ერთგული რჩები ღმერთის შეიძლება იმ მომენტში რაღაც გაკლდება მაგრამ იცოდე ღმერთი შენ გინახავს ღმერთი შენ გინარჩუნებს სულიერებას ღმერთი ყოველთვის როცა ერთგული რჩები როცა შენ აი ამ ქვეყნიერები და მოწოდებული საკვებით არ იკვებები როცა შენ ღმერთის ერთგული რჩები ბოლომდე ყველა წვრილმანში ღმერთის ერთგული რჩები ღმერთი ზრუნავს შენზე ღმერთი შენ გაძლევს ზურფასებო მადლს კურთხევას და ეს ადამიანები ჩვენ ხედავთ რომ
დანიელი ძვირფასებო შემდეგ ისევ და ისევ იმასთან მიდგა საქმე. დანიელში განსაკუთრებული სული იყო წერია ძვირფასებო და როდესაც ნაბუქოდონოსორ მეფესაც ეს იზბრა რაღაც და ის ვერ ახსნა ძვირფასებო და როდესაც მთელი ბაბილონის ბრძენებმა ვინც კი ყავდა იქ მას მეფეს ვერც ერთმა ვერ ახსნა მისი სიზმარი დანიელი წარსდგა მის წინაშე და დანიელმა ღვთის მადლით მას მიეცა დანიელს ღმერთისგან სიბრძნე გამოცხადება და ღმერთის დიდებული სული იყო მასში ამას მოსწონს ბიბლია და მან ნაბუქოდონოსორს აუხსნა სიზმარი ამის შემდეგ დანიელი აღზევდა მეფის კარზე ძვირფასებო ის მეფესთან დაახლოებული პიროვნება იყო მაგრამ გავიდა ძვირფასებო დანიელის ცხოვრებაში წლები აღარ იყო ნაბუქოდონოსორ მეფე მოვიდა სხვა მეფე ის შეცვალა შემდეგ სხვა მეფემ და ჩვენ ხედავთ რომ დადგა დანიელის ცხოვრებაშიც ისეთი მომენტი კრიზისი შეიძლება ვთქვათ როდესაც მეფემ დარიოსი მეფე იყო უკვე იმ პერიოდში როდესაც დანიელი მეფის კარზე ამაღლებული იყო და მეექვსე თავში წერია დანიელის წიგნში რომ კეთილად მიიჩნია დარიოსმა თავის სამეფოში 120 სატრაპი დაეყენებინა რათა მთელ სამეფოში ყოფილიყვნენ ანუ 120 ზედამხედველი მთელ სამეფოში მათ კი სამი მთავარი დაუყენა ამ 120 კიდე სამი მთავარი დაუყენა ანუ თითო მთავრის ხელქვეით იმყოფებოდა 40 კიდევ ასეთი სატრაპი ასეთი მოწყობა იყო სახელმწიფოებრივი იქ მათში აი ამ სამში მათ შორის ერთი იყო დანიელი რათა სატრაპებს მათთვის ჩაებარებინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად გამოირჩა დანიელი რადგან მასში საკვირველი სული იყო და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა ის ხედავ ძვირფასებო ღმერთისგან გამორჩეული ადამიანი მე არ ვიცი დაახლოებით როგორი მოწყობა სტრუქტურული იყო მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ მთელ სამეფოს 120 კაცი ზედამხედველობდა ამ 120 კაცს კიდევ სამი კაცი ყავდა ზედამხედველი რომ იმ 120 კაცს ანგარიში ჩაებარებინა რომ მეფეს არ ეზარალა ესენი იყვნენ უდიდესი პიროვნებები ძვირფასებო მეფის შემდეგ და მათ შორის დანიელი გამოირჩეოდა იმიტომ რომ მასში საკვირველი სული იყო და როდესაც მეფე ხედავდა დანიელის წარმატებას როგორც თანამდებობის პირს მას უდიდესი წარმატება ჰქონდა და მეფემ გადაწყვიტა და უნდოდა რომ მთელ სამეფოზე დაეყენებინა ხვდები ძვირფასებო აი ასე აღდებდა ღმერთის მამაკაცი და საერთოდ ებრაელებისთვის ჩვენ ხედავთ დამახასიათებელია რომელ ქვეყანაშიც არ არიან ისინი ძვირფასებო ჩვენ ძალიან ხშირად დავინახავთ რომ ძალიან მაღალ ისეთ პოსტებზე ებრაელები არიან იმიტომ რომ ეს სადღაც მოსდევთ მათ ძვირფასებო კურთხეულ ერს როდესაც ღმერთთან მოზიაროება აქვთ ადამიანებს ჩვენ ხედავთ დანიელი აღზევებული იყო მაგრამ მის ცხოვრებაში დადგა პერიოდი როცა აი ამ აღზევების პერიოდში მთავრებმა და სატრაპები რომლებიც იყვნენ საბაბს დაუწყეს ზებნა რომ როგორმე დანიელის წინსვლისთვის შეეშალათ ხელი საბაბს დაუწყეს ზებნა რომ დანიელის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომან დანაშაული არ აღმოაჩნდა მაშინ ამ კაცებმა თქვეს დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვიპოვით მის საწინააღმდეგო მის ვერ ჯულში თუ არ ვიპოვეთო ანუ როდესაც დაინახეს რომ დანიელი უმციკლო იყო ყველაფერში უნდოდათ რაღაცაში ბრალი დაედოთ მეფის წინაშე მაგრამ ვერ მოუძებნეს მას ვერავითარი ნაკლი იმიტომ რომ ღმერთი იყო მასთან ძვირფასებო და ბოლოს თქვეს ჩვენ მას ვერაფერს ვერ ვუპოვით იქნებ მისი ვერ ჯულში ვიპოვოთო ჩვენ რაღაც და რა იპოვეს ჯულში ძვირფასებო მთავრებმა და სატრაპები მიადგნენ მეფეს და უთხრეს მეფე დარიოს ისოცხლე უკუნისამდე სამეფოს ყველა დიდებულმა ნახეთ რა თქვეს მათ მთავრებმაო მეფის ნაცვლებმა ყველა მოვითათბირეთ ჩვენ რომ გამოიცესო სამეფო დადგენილება და კანონი რომელი კანონი ძვირფასებო 30 დღის განმავლობაში კრძალავდა რომ რომელიმე სხვა ღმერთისთვის თაყვანი ეცათ მხოლოდ დარიოსისთვის ნახეთ ძვირფასებო ზაგვარი ადამიანები მათ სამეფოში სახელმწიფოდ კანონი შეაცვლევინეს მეფეს რისთვის რომ ერთი პიროვნება დანიელი ვის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული რომ ეს ადამიანი იმ სახელმწიფო კანონის მიხედვით დაედანაშაულებინათ ხვდებით ზაგვარი ადამიანები და ეს კანონის შეცვალეს რისი მიხედვით მათ დაუწყეს ზებნა დანიელში ვერაფერი ვერ იპოვეს მაგრამ მათ აღმოაჩინეს რომ დანიელი დღეში სამჯერ თავისი ოთახის კამჯარას გააღებდა რომელიც იერუსალიმისკენ იყო მიმართული და ადიდებდა ზეციერ ღმერთს და როდესაც მათ ეს დაინახეს რომ ეს იყო დანიელისთვის ფასეული როდესაც მათ დაინახეს რომ დანიელისთვის ეს იყო ძვირფასი რამ მათ თქვეს
მოდი ჩვენ ასეთი კანონი მივიღოთ რომ 30 დღის განმავლობაში ყველამ ასეთი დადგენილება გამოუცეთ აეკრძალოს ყველა ღმერთის წინაშე ლოცვა მხოლოდ დარიოს უნდა ილოცონ ხოლო ვინც ამ დადგენილებას არ დაემორჩილება ეს ადამიანი უნდა დაესაჯა ძვირფასებო და ლომების ხაროში ჩაეგდოთ როდესაც მეფესთან მივიდნენ რა თქმა უნდა მეფესაც მოეწონა დაამტკიცე ეს აკრძალვა და ხელი მოაწერე სიგელს რომ უცვლელი იყოს მიდიელთა და სპარსელთა კანონისაბრებ რომის გაუქმება შეუძლებელი არის და მიდიოს სპარსეთში ასეთი კანონი იყო ძვირფასებო თუ მეფე სიგელს რომელიმე კანონს დაადებდა ბეჭედს მისი გაუქმება შეუძლებელი იყო როდესაც დანიელმა შეიტყო რომ ასეთი სიგელი იქნა ხელმოწერილი შინ წავიდა მისი ზემოთვალის სარკმელები იერუსალიმის მხარეს იყო გაღებული დღეში სამჯერ იდრეკდა მუხს ლოცულობდა და მათ სწირავდა თავის ღმერთის წინაშე როგორც ამას მანამდე აკეთებდა ამინ უფალსდიდება ძვირფასებო დანიელის ცხოვრებაში არაფერი არ შეცვლილა ამ კუთხით ცვალებადი იყო მისი კარიერული აღმასვლა და ის მიდიოდა ზევით მაგრამ დანიელი როგორი ერთგულიც იყო იმ სიყმაწვილის დროს როცა ჯერ არაფერს არ წარმოადგენდა ისეთი ერთგული დარჩა როცა დანიელი უკვე რაღაცას წარმოადგენდა დანიელისთვის უცვლელი დარჩა ღმერთის დიდება მოდი ძვირფასებო უცვლელი დარჩა ღმერთის დიდება ჩვენ ცხოვრებაში რასაც არ უნდა მიაღწიო შენ დიდარიც რომ იყო უფრო მდიდარიც რომ გახდე პოლიტიკოსიც რომ გახდე თანამდებობაც რომ გქონდეს დიდი შენში ერთი რამ არ უნდა შეიცვალოს შეიძლება შეიცვალოს შენი იმიჯი შეიძლება ჩაცმულობა შეიცვალოს შეიძლება შენი ქცევებიც რაღაცაში შეიცვალოს იმიტომ რომ შენს თანამდებობას და მდგომარეობაში ირდება ასე მაგრამ უცვლელი უნდა დარჩეს ადამიანის გული ერთგული ღმერთის დანიელმა როცა მოისმინა ძვირფასებო ეს კანონი რომ მეფემ თურმე დაადო კანონს ბეჭედი და იცით რა არის დღეს მინდა გითხრათ ჩვენ სახელმწიფოშიც ბევრი არის ისეთი ხელისუფლებაში ზოგიერთი ისეთი მზაკვარი ადამიანი ყველაზე არ ვიტყვი ზოგიერთი მზაკვარი ადამიანი რომლებიც ფიქრობენ რაღაც კანონების შეცვლას რომ როგორმე პროტესტანტული ეკლესიები თავიანთ სადღაც მარჯვენის ქვეშ მოაქციონ მაგრამ ვერ ეღირსებიან ამას ძვირფასებო იმიტომ რომ უფალი არის ჩვენთან ასეთი მზაკვარი ადამიანები მივიდნენ მეფესთან და მეფე დარიოს ჩვენ გადავწყვიტეთ ამეს მეფეს ჩვენ გადავწყვიტეთ რომ 30 დღის განმავლობაში მხოლოდ შენცენ თაყვანი არც ერთ სხვა ღმერთს და ვინც ამას დაარღვევს ხაროში ჩავაგდოთ მას მოეწონა რადგანაც ეს კანონი მეფე ვერ განსაჯა მას არც ეგონა თუ ეს დანიელის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული და მან ამ კანონს ბეჭედი დაუსვა რა მოხდა დანიელის ცხოვრებაში არც არაფერი დანიელი არ ჩავარდნილა პანიკაში ჩვეულებისამებრ ავიდა ზემო თვალსა და ცხოვრობდა მისი სარკმელები ღია იყო იერუსალიმისკენ მოიდრეკა მუხლი და ჩვეულებისამებრ დღეში სამჯერ როგორც ამას ადრეც აკეთებდა ადიდებდა ზეციერ მამას ამინ უფალსდიდება და მადლობა ძვირფასებო ჩვენ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში რაც არ უნდა იყოს ვინც არ უნდა თქვას ჩვენ საწინააღმდეგო ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის რასაც ვაკეთებდით გუშინ წინ რასაც ვაკეთებ დღეს ხვალეც იგივე უნდა გავაკეთოთ ოღონდ ერთი რამ გაძლიერებულად უნდა გავაკეთოთ ეს უფრო მეტად უნდა გავაკეთოთ ეს ღმერთს დიდება ამისთვის ალელუია ამ ისტორიას შემდეგში ვხედავ ძვირფასებო რითი მთავრდება მაშინ ის კაცები მივიდნენ და წაასწრეს დანიელს როცა იგი ლოცულობდა თავის ღმერთის წინაშე და წყალობას ითხოვდა მე იახლნე მეფეს და მოახსენეს მეფის აკრძალვის თაობაზე განაშენ არ დაწენე ბრძანება რომ ყველა ის კაცი რომელიც 30 დღის განმავლობაში შენს გარდა რომელიმე ღმერთს ან კაცს მეფეო თაყვანს სცემს რომების ხაროში იქნეს შაგდებული მიუგო მეფემ და უთხრა ჭეშმარიტია ეს სიტყვა როგორც მიდიელთა და სპარსელთა კანონი რომლის გაუქმება შეუძლებელია მაშინ მიუგეს მათ და თქვეს მეფის წინაშე მეფეო დანიელი იუდადან გადმოსახლებულთაგანი არ ჩვენ გაქცევს ყურადღებას და არ ჩვენს მიერ ხელმოწერილ აკრძალვას დღეს ის სამჯერ ითხოვს თავის სათხოვარს ეს რომ მეფემ გაიგო ძალზე შეწუხდა და დანიელის ხსნა ჩაიდო გულში მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას მაშინ ის კაცები მივიდნენ და უთხრეს იცოდე მეფეო მიდიელთა და სპარსელთა კანონია რომ მეფის ყოველი აკრძალვა და დადგენილება უცვალებელი უნდა იყოს დანიელს ძვირფასებო მეფეს არ უნდა და დანიელის გაწირვა მერე მიხვდა ამას მაგრამ ცდილობდა როგორმე დაეხსნა მაგრამ მიადგნენ და უმრებენ მეფეო ამ კანონის მიხედვით
ჩვენ კანონი გვაქვს რომ შენი დადგენილება უცვლელი არის მაშინ ბრძანა მეფემ და მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა და იმ შენმა ღმერთმა გიხსნას რომელსაც ემსახურები მოიტანეს ლოდი და იმ ხაროს დაადეს თავზე მეფემ იგი თავისი ბეჭდითა და დიდკაცების ბეჭდით დაბეჭდა რათა დანიელის მიმართ არაფერი შეცვლილიყო დაბეჭდეს როგორც იესოს საფლავი დაბეჭდეს ზურფასებო დაბეჭდეს რომ არაფერი იქ არ შეცვლილიყო იმას არ მოეყვანა მერე თავის სასახლეში წავიდა მეფე ღამე მარხულმა გაატარა თავშესაცევი არ მოუტანიათ მის წინაშე ძილიც გაუგრთა მეფეს არ უნდოდა მის გაკეთება ალიონზე განთიადისას ადგა მეფე და სასწრაფოდ ლომების ხაროს მიაშურა ორმოს რომ მიუახლოვდა ნაღვლიანი ხმით შეძახა მეფემ დანიელს და უთხრა დანიელ ცოცხალი ღმერთის მსახურო აბა თუ შეძლო შენი ხსნა ლომებისგან იმ ღმერთმა მუდამ რომ ემსახურები მაშინ გამოეპასუხა დანიელი მეფეს მეფეო იცოცხლე უკუნისამდე ჩემმა ღმერთმა თავისი ანგელოზი მოავლინა ლომებს პირი აუკრა და მათაც არ მავნეს მე რადგან ღვთის წინაშე სუფთა აღმოჩნდი და შენს წინაშეც ბრალი არ მაქვს მე მეფეო მაშინ დიდად გაიხარა მეფემ მასზე და ბრძანა დანიელი ხაროდან ამოიყვანეს დანიელი ხაროდან არაფერი ვნებოდა რადგან მას სწამდა თავისი ღმერთის მეფემ ბრძანა და მოიყვანეს ის კაცები რომელთაც დანიელი დააბეზღეს და ლომების ხაროში ჩაყარეს ისინი მათი შვილები და ცოლები და ჯერ ხარომდე არც კი ჩაეღწიათ რომ ეღვდნენ ლომები და ძვლები დაულეწეს ნახეთ ზურფასებო და მაშინ დარიოსმა ყველა ხალხს ტომს და ენას მთელი ქვეყნის მკვიდრებს მისწერა მშვიდობა გაგიმრავლდეთ ბრძანებას ვიძლები რომ ჩემი სამეფოს ყველა სამთავროში ძრწოლდნენ და შიშობდნენ დანიელის ღმერთის წინაშე რადგან იგი ცოცხალი და მარადმყოფელი ღმერთია მისი სამეფო შეუმუსრავია და მისი ხელმწიფება უსასრულო იგი შველის და იხსნის სასწაულოსა და ნიშნებს ახდენს საზე და მიწაზე მან იხსნა დანიელი ლომების ხელიდან წარმატებული იყო დანიელი დარიოსის და კიროს სპარსელების მეფობის დროს ჰალელუია დიდება ღმერთს ზურფასებო ამისთვის დანიელის მხრიდან ჯერ ნაბუქოდონოსორის დროს განდით და ღმერთი და ღმერთმა თქვა რომ კურთხეულია ზურფასებო როცა სედრაქ მისაღი და აბდენეგოიც იყვნენ მტკიცედ და იდგნენ მაშინ განადიდა იმ წარმართმა მეფემ ღმერთი და ჩვენ ხედავთ რომ დანიელის ცხოვრების ბოლოს როცა დანიელი აღზევების პირას იყო რომ მეფის შემდეგ პირველი კაცი უნდა ყოფილიყო იცით სხვას რა შეეძლო გაეკეთებინა ეფიქრა რომ ეს კანონი მე ხელ შემიშლის თუ მე დამიჭერენ რომ მე ვლოცულობ ისევ ჩემი ღმერთის წინაშე როგორც უწინა რა მაშინ რა მოხდება მე აღარ დამაწინაურებენ დამჟიან მას შეეძლო რომ ფანჯრების მიეხურა მას შეეძლო რომ სადღაც ჩუმად ელოცა რომ იმ ხალხს არ დაენახა მაგრამ არა დანიელი არ წავიდა კომპრომისზე დანიელმა არაფრად არ ჩააგდო არც მეფის შემდეგ პირველ კაცად ყოფნა მან ჩვეულებრივად გააგრძელა რასაც აკეთებდა დღეში სამჯერ მუხსიდრეკ და ღმერთის წინაშე დალოცულობდა ამინ ღმერთს დიდება ზურფასებო ნახეთ რა დიდებული არის ჩვენი ღმერთი ამ ქვეყნის მთავრები მეფეები ეს არაფერია ჩვენი მეფეთა მეფის წინაშე ზურფასებო ჩვენ ერთგული უნდა დავრჩეთ აი ცხოვრებაში რასაც არ უნდა მივახციოთ ზურფასებო ერთგულები დავრჩეთ ჩვენი ღმერთის ერთგულები დავრჩეთ მისი სიტყვის მისი მცნების ზურფასებო და უფალი აგვამაღლებს ჩვენ ამინ ჰალელუია ერთგულება იწყება საიდან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან ყველა წვრილმანიდან როცა პატარაში ერთგული ვართ ჩვენ წირეში დიჩის ერთგული ვიქნებით ჩვენ უფალმა გვაგურთხოს ზურფასებო გავაწლები და მე მჯერა ზურფასებო მრავალი ადამიანი საქართველოში ირწმუნებს უფალი იესო ქრისტეს მრავალი ადამიანი მოვა უფალთან ეკლესია შეიძლება სხვა მდგომარეობაში გადავიდეს მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ ყოველთვის ერთგულები უნდა დავრჩეთ ღმერთის ყოველთვის ერთგულები ღმერთის და მის მცნების ჩვენ არ გადავუხოთ ღმერთის მცნებას რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს სათავეში ჩვენ არ შევწყვეთ ღმერთის თაყვანისცემას როგორი კანონიც არ უნდა იქნეს მიღებული იმიტომ რომ ჩვენი ღმერთი არის ჰალელუია თუ ჩვენ ვასიამოვნებთ უფალს ზურფასებო და თუ ჩვენ უფალს დავემორჩილებით ღმერთი თავის მსახურებს ამაღლებს იოსები მის გამო რომ უფლის ერთგული იყო ღმერთმა მას მიუზღარა ღმერთი იყო მასთან და ღმერთმა ამაღლა იოსები კარგია ღმერთთან ყოფნა ზურფასებო ღმერთი ერთგულები როდესაც ვრჩებით ღმერთი თავის ერთგულებს არ ტოვებს ღმერთი თავის ერთგულებთან არის შეიძლება ხშირად ჩვენ სულს მისუდეს რკინა შეიძლება ჩვენ სულს მისუდეს ზურფასებო ბევრი რამაც ხდება ცხოვრებაში მაგრამ ჩვენ ერთგულები დავრჩეთ ისევ ღმერთის მისი სიტყვის და ღმერთი თავის ერთგულებს არ ტოვებს ამინ
ჰალელუია ღმერთს დიდება ღმერთი არტოვებს თავის ერთგულებს ჰალელუია ჯერ ურწმუნო ადამიანებმა იციან ხოლმე თქვა მათი მხარდამჭერები როცა არიან არასწორი ადამიანები ისეთ ასეთი გამოთქმა არის ჩვენიანებს არ უღალატობთო ჩვენიანებს არ ტოვებთო და ეს უმართლო ადამიანები უმართლო საქმეში თანამონაწილეებს არ ტოვებენ მით უმეტეს ჩვენი ღმერთი ძვირფასებო ვის ხელში არის ძლიერება ძალა ის თავისიანებს ვინც მისი ერთგულები არიან არ ტოვებს არასდროს ის თავისიანებს არ ღალატობს ის თავისიანებს არ ტოვებს ძვირფასებო თუ კი შენ მიტოვებულად გრძნობ თავს ღმერთს დიდი ჩანაფიქრი აქვს თუ კი შენ სადღაც გრძნობ რომ შევიწროებული ხარ ღმერთს უკეთესი ჩანაფიქრი აქვს მისგან მიტოვებული არ ახარ შენ ძვირფასო ადამიანო იყავი მისი ერთგული და გვაკურთხოს უფალმა რომ ჩვენი ეს წელი როგორც არ იყო ჩაი არ ამ წელმა ჩვენ გქონდა წარმატებები ჩვენ გქონდა პრობლემები რა თქმა უნდა როგორც პირად ცხოვრებაში ისე შეიძლება მსახურებაშიც იყო წარმატებებიც იყო პრობლემებიც იყო მძიმე წუთებიც მაგრამ მე მადლობას ვცემ ღმერთს პირადად ჩემს ცხოვრებაში ვხედავ რომ ამ წელს მქონდა განსაკუთრებულად მძიმე წუთები და პრობლემები მაგრამ ღმერთს დიდება ასევე კურთხევები ჰალელუია მაგრამ მე მჯერა რომ თუ კი რაიმე პრობლემა იყო კიდე ძვირფასებო თუ კი მძიმე წუთებიც მქონდა და მქონდა ცრემლიანი წუთებიც როცა ცრემლით ლოცულობდი ღმერთის წინაშე მე ვიცი და მჯერა უფალი ამას სასიკეთოდ შემოატრიალებს უფალი ამას სასიკეთოდ გააკეთებს ყველაფერს და მე ერთხელაც ვიტყვი უფალო მადლობა შენ ამ ყველაფერმა მე რაღაც მასწავლა მადლობა შენ ღმერთო რომ ჩვენ ისევ შენ წინაშე ვდგევართ ჰალელუია ცოცხალ ღმერთს დიდება